მე შემიყვარდა ეს შოუ და მესმის ძალიან მძიმე რაღაცები ხდება, მაგრამ დავალაიქე, აი. გაუძელი, შენი წილი შემოდის რინგზე. თინეიჯერი გოგონების რჩეულმა ალეკომ ბრმა კასტინგზე დათო მოხიბლა. 19 წლის ალეკო დათოს გუნდის მე-12 წევრი გახდა. რა მაგარია. რა ქვია? ალეკო ცერცოდი. 19-ის. ეჭერთან. რაო დათო. ბევრი იმედგაცრუების და მარცხის შემდეგ გაძლიერებულმა თორნიკემ დათოს გული და სმენა მოიგო. ის რინგამდე მოიყვანა საკუთარმა ნიჭმა და შემართებამ. გასპირდები. შენ მე ალბათ გაცილებით უფრო მრავალფეროვან იმას ვირდები, რომ აი მარტო ბიტბოქსზე არ იქნება. არა, ბიტბოქსები. არა, ანუ კიდე სხვა ექსპერიმენტებს ვირდები, შემოქმედებით, რატომღაც მგონია, რომ თვითონ მზად არის და მოეწონება ეს იდეა. ძალიან დიდი მადლობას, ბატონო მე კაბელი მინი. თქვენს და მაგრამ მაინც დათოს ავარჩევ შეიძლება. კარგი წვილი გამოვიდა, ალბათ მაყურებელი ამას თვითონ იხილავს და შეაფასებს და მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა კონდეთ ის განცდა, რომ მე სწორად შევახვედრე ეს ორი ადამიანი ერთმანეთს და აქ გამოაჩენენ ისინი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს. ყვაყოფილი ვარ თორნიკესთან რომ მოვხვდი, იმიტომ რომ სტილითაც ვემთხოვით ერთმანეთს, მანც ერთ ჟანრს უსმენთ და ტემბრალურადაც ვემთხოვით ერთმანეთს და ესე და მე ვთვლი რომ ამის მიუხედავად, ჩვენი მეგობრობის მიუხედავად, თუ მაქსიმალურს გავაკეთებ, რაც შემიძლია დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებ შემდეგ ეტაპზე გადასვლას. რეპეტიციების დროს გამოჩნდა, რომ ბევრად უფრო მეტი შეუძლია ვიდრე დავუხეთ მე მეგონა რომ შეეძლო. რაც მხოლოდ სტიმულია ჩემთვის, რომ მე კიდევ უფრო მეტი შევძლო და კიდევ უფრო მეტად მოვინდომო. ასევე ნამდვილად მეგონა, რომ მეტი შანსი მქონდა აქამდე. ასევე რეპეტიციების დროს გამოჩნდა, რომ არც იმდენად დიდი შანსი არ მაქვს, ანუ სადღაც გათანაბრდა ეს ყველაფერი. ამასაც ჩემთვისაც კეთილ ვიყენებ, რომ კიდე მეტი მოვინდომო და უფრო მეტი რაღაც გავაკეთო, ვიდრე დავუხვეთ აქამდე მოვინდომოთ. აბა ხა ჩამოფრინდი დაეშვდე დამიწაზე და მოუმატა. თორნიკე მოუმატა. ეხლა ალეკომ ცოტა მოუკლო, დღეს ალეკო მოუმატა ისევე. ანუ აქაც არა ვარ რა ისე რა, რომ აი გადაწყვეტილი მაქვს. თითქმის არცად არაფერი არა მაქვს გადაწყვეტილი. ამას ვერ მოვატყუებ მე მაყურებელს, თვითონ იხილავს და ალბათ სერიოზულად თანაგზნობით განიმსჭვალება. მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ისეთი კარგი ბავშვები მყავს, გასაშვები, რომ არ შევეზისხო ხალხს ამის მეშინია სერიოზულად. არა, შანსი ორივეს გვაქვს ხა შემდეგ ეტაპზე, იმიტომ რომ აქამდე რადგან მოვედით, ესე იგი რაღაც მეც შემიძლია და რაღაც იმასაც შეუძლია. ანუ იმას თავის სპეციფიკური ხმა აქვს, სპეციფიკური ვოკალი აქვს იმას. მეც მაქვს ჩემი დადებითი მხარეები. Change the world. სანამ არ იგრძენი რომ ძალიან ჟღერს უფრო მეტად, ოვერტონები მეტი ჟღერა დავეთქვით, მანამდე ხმა არ ამოიღე. ხვდები? და მე დაიწყე. ის მინუსები, რომელიც უკვე დაგეწერა მინუსებად, იმას რას უშვები, ხვდები? ანუ ნუელოდები გამოწვევას შენ უნდა გააკეთო პირველად. ვინც უფრო მეც დადებს სცენაზე და ვინც უფრო კარგად დაიხარჯება და მეტად დაიხარჯება, იმას დაუფასდება ალბათ. მე თორნიკესი არ მეშინია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თორნიკეს ჩემი ეშინია. ვერასდროს ვერ ვიტყვი, მოვიგებ თუ არ მოვიგებ, მაგრამ ღირსეულად დავამთავრებ. ღირსეულად დამთავრება ნიშნავს დაამთავრო ისე, რომ საკუთარი თავით ასე თუ ისე კმაყოფილი იყო. ხო ხვდები, ეგ რომ მოხდეს იქ, რა დამთავრებული, ხო? კარგია, დანარჩენი არ მოგწონს კიდე რა გინდა? ცოტა გახსნილი იყოს შენი ხმა? ხო რა. მე უფრო მეტი მუღამით ვიმღერებ, ვიდრე დავუხვეთ ალეკო. ეს ერთ-ერთი ეს მგონია, სხვა არაფერი განსაკუთრებულს ვერ ხედავ, რომ ან ამით ვჯობდე, ან ტექნიკური მონაცემით, ან ხმით ვჯობდე. დაახლოებით ერთნაირები ვართ. დამარცხებასაც ხშირად ვიყენებ ჩემივე სასიკეთოდ, მომავალში გამარჯვებისთვის. გავალ ფინალში. გავხდები ახალი ხმა. მე ვიბრძოლე ბოლომდე აუცილებლად. გავიმარჯვებ. თორნიკე, ივარ
ივანიშვილი. და ალეკო ცერცვაძე. ორივე საკმაოდ სიმპათიურია. აიცან. რინგი იწყება. If I can reach the stars, pull them down for you, shine it on my heart, so you can see the truth. Then this love I have inside is everything it seems. But for now I find only in my dreams that I can change the world. I would be the sunlight in your universe. You will think my love was really something good. Baby, if I could change the world, change the world, change the world. If I were a king, even for the day, I'd take you as my queen. I have no other way. Yeah, baby, yeah. And I love you. Till then I'll be a fool, wishing for a day. Change the world, yeah. I would be the sunlight in the universe. You'll think my love was really something good. If I could change the world, baby, if I could change the world, baby, if I could change the world, change the world, change the world. თორნიკე და ალეკო. კიდევ ერთხელ მივესალმო თუ შეიძლება. ისევ ორი არაჩვეულებრივი კონკურსანტი და დათო, შენ ისევ არჩევანი უნდა გააკეთო. ძალიან რთული არჩევანი. მანამდე კი დანარჩენ მწვრთნელებს მინდა ვკითხო აზრი ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანზე. აი ამას ქვია გამზრდელის პოზა. ნინო, შენი და დართულია მესმის. რა აზრის ხარ ამ დუეტზე? მოდი თქვი. არაჩვეულებრივი დუეტი იყო მართლა, მაგრამ ჩემთან ახლოს იყო ძალიან ალეკო. ძალიან სწორ ფრაზებს აკეთებდა, ძალიან ჩემთან ახლოს და ყველა ფრაზა რაც აკეთებდა ჩემთან ძალიან ახლოს იყო და ძალიან განვიცდი ამას და ჩემი ხმა ალეკოს. ინო რომ ორივე იყვნენ მუსიკალურად თანაბრად. მაგრამ მე გადავიყვანდი ალეკოს. მე ბატონო მოსამართლე. საშინელებაში. იცით რა შეა საქმე? ძალიან ნიჭიერი კაცია, თორნიკე ეთყობა, ფაქტია რა, იმიტომ რომ აქ მე დარწმუნებული ვხარ, სხვა სიმღერაში თორნიკე შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, იმიტომ რომ მისი შესრულების მანერიდან გამომდინარე. აი ახლა ამ წუთას, აი ამ სიმღერას ჩემი აღქმით და ჩემი დანახვით უფრო ალეკო აკეთებდა სწორად.
დათო, შენი განაჩენი. არ ვიცი ხა ეს დათოს გადასაწყოდი რა თქმა უნდა. დათო განაჩენი უნდა გამოიტანა. სიჩუმეს ვითხოვ, ეს ჩემი ბავშვები არიან, ეს ჩემი ძმაკაცები არიან პატარები და მე არასოდეს არ შემშინებია არაორდინალური და ისეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც ეს დაუშვათ ბევრი სხვა ადამიანი არ მეთანხმებოდეს. ყოველთვის იმას გადაწყვეტილებასაც მივიღე. დიდი მადლობა კოლეგებს, დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში მინდა რომ გადავიდეს ალეკო ცერცოვი. ალეკო. ისეული კონკურსანტი თორნიკე ივანიშვილი კიდევ ერთხელ მივესალმოთ. ცოტა უფრო კარგად გაიღიმეთ კაცო. არა ვიშ. მაგარი იყო და არა, ცუდი რო არ იყო, ვიცი, მაგრამ ნუ ესე მოხდა და ბიჭო, ალეკოს აკეთებდა რა. არა, ალეკოს მართლა ეკუთვნო და მართლა კაი ბიჭი ყოფილა ესე. მეც კი არ მეგონა იმდენად კარგად იმერა დღეს და რეპეტიციაზე რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ასე რომ მე ხმა არ მომერება მაგ მხრივ ტექნიკით. მოგითხარი, როგორიც არის ესეთი.